საღამოშვიდობისა მეგობრებო, ეხლა როგორც იქნა დავწყნარდი, დავეხსენი ნარიმანს, ნარიმანის ქაჯებს, ნარიმანის დაპროგრამებულებს და ნარიმანის უცნაურ ფანებს რა. ანუ სერიოზული მასა არის, რომელიც შეიძლება ისეთი საშინელება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრება გაგიმწაროს რა, აი ამ მასამ. და მადლობა უფალო, მადლობა რომ დამიხსენი ამ ხალხისგან რა. ისევე როგორც დავიხსენი თავი ილია მეორის ფანებისგან, ისევე როგორც დავიხსენი თავი თამარ გაგაძის ფანებისგან და ღმერთო, გამანებე თავი, აღარ მინდა ეს ფანატიკოსები რა. აღარ მინდა ეს სექტის წევრები და აღარ მინდა ეს გიჟები. მინდა ჯანსაღი ხალხი, მინდა მოაზროვნე ხალხი, მინდა ვიყო ისეთ ხალხთან, ვინც არის ჩემნაირი. მადლობა უფალო, მადლობა რომ დამიხსენი. ბიჭო, ეს რა იყო? ეს იყო ერთი დიდი ომი, სერიოზული ომი იყო დღეს და სანამ მოწია, დროულად მოწი, რომ თქვი ახლა სანამ ესე გამარეკინებენ. Stop. ყველა ნარიმანის ხალხი დაბლოკე, ყველა არ ვიცი თუ ყველა, მაგრამ ძირითადად ის მასა, რომელიც ნარიმანს აესე უაზროდ იცავს. არსებობენ წარმომადგენლები, რომლებიც ნარიმანს აკვირდებიან, ვინ არის, ცდილობენ გაიგონ, როგორც მე ვცდილობდი, რომ გამეგო ვინ არის და საბოლოო ჯამში დავწმუნდი ვინც არის და აგერ კიდევაც მომხელინა ღმერთმა თავის სისუსტეებში თუ თავის სისაძაგლეებში. ეხლა მე უბრალოდ ვეკითხები ჩემ თავს, ღმერთო, რა ხელშეკრულება დავდე ესეთი, ამ დედამიწაზე რომ მოვედი და ამ ქაჯეთის ქვეყანაში რომ მოვედი, რაღა მაინც და მაინც მე უნდა აღმოჩნდა ეს პირველი, რომელიც მივა ადამიანთან და პირდაპირ იმ სისუსტეში ამ ხელს, რომელიც სისუსტეც თავად გააჩნია რა. სამწუხაროა, რომ ესე იგი არ მიკვირს რომ ესე ხდება, მაგრამ სამწუხაროა, ან სამწუხარო რა არის, იცით მეგობრებო, სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ სამყაროში არსებობენ ესე იგი, ეხლა რა ხდება, აგიხსნით მოკლედ რა, ენერგიების გადანაწილება ხდება, აი რაღაცნაირად მინდა რომ აგიხსნათ, რაღაცნაირად, მაგრამ აი ვეცდები რომ ესე აგიხსნა, აი მოკლედ შევდივართ ჩვენ ძალიან მაღალ სიხშირეებში. აი ეს არის დედამიწა რა, ვთქვათ, სიტყვაზე და ეს დედამიწა მიფრინავს ისეთი სიჩქარით და ეხლათან შუმანის გააქტიურებულია შუმანის სიხშირეები და მაღალ საფეხურზე აღწევს და ყველას გამოყრის, ვინც კი ვერ მისდევს აი ამ სიხშირეს რა და ეხლა ნახე, არის ესეთი მომენტი. დედამიწა, რომელიც მაღლდება სიხშირეში და აი აქ მთლიანად სავსე არის სხვადასხვა პატარა ენერგიებით ჩვენ ვართ ადამიანები. აქ დაჯგუფება არის დაბალსიხშირიანი ენერგიებისა და მაღალსიხშირიანი ენერგიების. დედამიწა რო არ გაიხლიჩოს შუაზე, აქ გადანაწილება ხდება დაბალსიხშირიანი ენერგიების, გამოხშირვა ხდება, მაღალსიხშირიანი ენერგიების შეერთება ხდება. ეხლა რა ხდება ნარიმანის კარზე? ნარიმანის კარზე ხდება ესეთი რამე, რაც მე დავაკვირდი ეხლა და საერთოდ ამების განმავლობაში ჯდება აკუ. განმავლობაში ხდება ენერგიების მითვისება. რატომ სჭირდება ადამიანს ენერგიების მითვისება? ადამიანს სჭირდება იმისათვის ენერგიების მითვისება, რომ თვითონ ვერ ქაჩავს და სხვა ადამიანის ენერგიების სჭირდება იმისათვის, რომ გაქაჩოს ამ დედამიწაზე სიცოცხლე. ამიტომ მრევლი, როდესაც გარშემო ყავს შემოხვეული ადამიანს და მრევლისგან ითხოვს და მხოლოდ მოითხოვს, ეს ვითარება მეგობრებო პირდაპირ მნიშვნელობით სულების პარვას მიანიშნებს. ვისაც სულების პარვა სურს და ვინც სულებს იპარავს, ის ადამიანი აუცილებლად ითხოვს. სულ ერთია სალოსობს, თუ გიჟობს, თუ რას შევა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ითხოვს.
და აქედან გამომდინარე ჩვენ ხვდებით ესეთ რამეს რა, აი პირდაპირ მნიშვნელობით დაჯგუფება ხდება ერთ-ერთი ძალა აქვს ახლა ნარიმანს, ვერ უარყოფ რომ არა აქვს, ამდენი ადამიანის სული დააპროგრამა, აშკარად ძალა აქვს. ოღონდ რა ძალა აქვს და რა ძალას აქვს შეერთებული, ეს უკვე წინა ლაივებში გაგიჟღერეთ მე, რომ თავისივე სახელი ამხელს მას.